ოღონდ სინამდვილეში. ეს ხო, ვაიმე. ბიჭო, რა სიმპათიური ხარ ხო არ გადაო. ხო, მელოტი სიმპათი, მელოტი. კი არა, ეხა პარიკი არ მოგხატო შენ ოღონდ მართლა. შენი ნებით და შენი ნების წინააღმდეგ. და გარო ძალიან დიდი მადლობა. ვაიმე. ერენაირი ვაიმე. მოვიგეთ, კი? ერთი მოვიგეთ. რატომ ახალარკო? ეგ ვიდეოები სად ნახეთ, როგორ მაინტერესებს? ნახეთ თუ გადავიღეთ? იქნებ გადავიღეთ. გადაიღეთ? ხო. იქნებ სად ვიყავით სადმე გიო. რას ფიქრობ? არ ვიცი, სად ვიყავით ერთად? სად ცეკვავ? ცეკვავ შენ? არა, შენ სად ცეკვავ ხან ვიდეოში? ეგ მგონი ქორწილი იყო თუ რა იყო მან? და განსხვავები ხარ დაგეგმებიშეს. ალექს, ეს უბრალოდ ინახავს ხალხი, რომ დაგეგმები თამაშისთვის მოვიხოდოთ მეგობრებო. საბერძნეთში ვიყავით ერთად ქორწილში. ეტანს რომელ ქორწილში ვიყავი ხა ეგ? ჩემი მეგობრის ქორწილში ვიყავი მგონი? ეს ბიჭის მხარეს იყავი თუ გოგოს? გოგოს მხარეს. გოგოს მხარეს. მე ბიჭის. ოკეი. რომ ცოდნა და მანდაც რას იცმევდი, მეც მაგას ჩავიცმევდი. თეოს ანა შენ თეოს მხრიდან იყავი? ო, მე თეოს მხრიდან ვიყავი. კაი. მე ვის მხრიდან? ალექს რაღაცა გამოაგზავნე ერთი ვარდი მათ. აღარ უთყავო, მე ვაზარტული ვარო და ეხა არ ვიცი. აი მე რატო არ ვიცოდი მაშინ. გიო, მე გეტყვი პირადში მართლა ყველაფერს. ოკეი, მომწერე მე, ძალიან კარგია. ვაიმე, ძალიან გამიხარდა, ანუ უცბად, საიდან სად? თამარ ვარდი გამოგიგზავნა ალექს. აუ, ალექს, მადლობა. აბა ეხა თაიგული. ერთი რა არის? ანუ რაც გაჩუქე, ყველაფერი დამიბრუნე. ჩუქე. მარიამ, როგორ ახარ? ბოდიში, უთომ ვერ შეგიჩი. მე თაიგული ვაჩუქე. ახუნა ჩემთან არის ძალიან დიდი ბოდიში. მადლობა ახუნა. ო, კარე უნდა შევიჭრა. შევიჭრა კარე. ჰა? დავიჩარა მიშართ მე კარგად. არა უშოს. ანუ ეხა თქვენ რა ხდება, ანუ? დამიბრუნე. იგებ? ალელ შენთვის აზრი არავის არ უკითხავს, ხვდები? ვაიმე, ანუ კი ნიაუ. ვის უნდა გადავიპარსო ყელამდე. აუ ხალხო, მადლობა ყოჩი ვარდებისთვის, ჩემო კარგო. აბა ენძელებს ვინ გამოუშვეს. ხალხო ყოჩი ვარდებით ის არის, რა ქვია. ანუ ჰეი თქვენ იგებთ? ხის მართლა აცუნდრუკე მოლაბო. ალექს როზე. ძალიან სხიჟან. კი ანუ. აია. აუ. გასაგებია. მივეცი, ანუ მივეცი, ამას მოდერი. არა, ეგენია. აი ეს უნდა მოუშვო სული კონი. ალექს გელოდები. დანარჩენი ის არის რა. აჰა. ანუ ყველა გვიწერს კომენტარებში ტყუპები ხართო? კი, ცოტა გაგვაკლია. ვართ. პამადა. ვალა იქოთ მეგობრებო. მე დღეს მართლა ძალიან გიხდება მართლა ეს კაბა. მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა. ხო იცი რომ შენ გამოჩავიცი, პომადა ჩვენ გამოწავდი. რამდენი ხანი არ მცნია და კაბა არ მცნია და ქალს არ დამსგავსებია.
აუ კიდე აუ ხო ერთი წამი მოიცადა ოკეი ერთი წამი მომიცი ჟანა ერთი წამი რა უნდა ჩაიქცვა? ერთი წამი აუ პომადა გვაჩუქა ჩამიღა და გიო როგორ ხარ? კარგი როგორ ხარ მე ვერ ჩავიცმე ხა წიგროებს ბოდიში, მაგრამ ესე ვესაუბრებ ჩვენ. არა ვშავს მე მაცვია და თქვენს მეგობარს ისინი გაიპრანჭენ და მე ესე ვიჯდები აქ. აბა როგორ ხარ? რა ხდება ხა საბერძნო? კარგი როგორ ხარ? რავი არაფერი არც ისეთი კარგი როგორი სიტუაციაც იყო ისეთივე სიტუაცია არის ну რაც თავარია ბელგიაზე უფრო უკეთესი ავიდები მანდ არის სიტყვა კარგად ხო თქვენ ბელგიაში ცხოვრობთ ხო ხო მანცივა ხო მეზიზღება ეს ქალაქი მაგრამ რა უქნია ცხოვრობ არა მან ძალიან ცივი ვარ ნამყოფი ვიყავი 2023 წელს მანდ ეხა სადღაც ახლო წარსულში ყოფილ ხო ანტვერპენში ვიყავი ბრიუსელში ხო ჩამოდი კიდე გვესტუმრე ჩემთან და ნინუცასთან ჩამოდი სტუმრად სხვადასხვა ანუ მინდა ისევ ჩამოსვლა და რომ ხო თქვენ იყავით ხართ ნამყოფი საბერძნეთში ხო მე არ ვარ საბერძნეთში ნამყოფი ხა სიმართლე გითხრა არ ვარ მაგრამ აი თან უნდა იყო აი სადაც შენ ხაც ეყვავდი იმ ქორწილში თურმე თან უნდა ყოფილა მე არ აი ზაფხულში გირჩევთ რომ ჩამოხვიდეთ ეს საბერძნეთში ან რომელიმე კუნძულზე ან აქაც მაგალითად ხალკიდიკზე არის ძალიან კარგი თამოს ქონდა ცოტა წითელი მოვა ეხლა აჰა ანუ სუდატა ანუ თამარ მეცადე ადგილს გამომთავისი მადლობა რომ გამახსენე რა all dollar არა ხალხო არა რატომ იგებენ აზრზე არა ვარ მაგრამ აი ძმამ მიგებენ და ეხლა იმიტომ რომ თქვენ პასიურობთ ჩვენთან აქტიურობს ჟანა ხო ხდები აი წიგროვნა და მოვიდა მე და ჯორჯმა ვაგეგმეთ გულში რომ ჩაგვეცვა ერთნაირი კაბები ხო ერთნაირი პომადები მე ვიკიდე просто ჯორჯი ჩემზე მეტად ბრაზდება ხოლმე და თმის ქნება ცოტა მოდით მოსიხარო ანტერა შემოგვერდება ხომ თუ არ გავგის ანუ კეფიცები გავახსენ აუ მე რაღაც თეთრი წიგროა აუ თუ ზუსტად ერთში ხო გითხარი შენ ფაშიც მაქვს ხო ეს სიგულისხმები უკაცრავად თქვენ ვინები ბრძანდებით ჩვენ ერთი ოჯახის წიგრები აუ ჩვენ ძალიან წითელი როა ჩვენ ეხას აურატომ პალია მე და ყველაფერში გურა მოწიწყრე იცი წითელი პოვა და არ ეს ქენი ლალის პერიოდა really that okay all three the same clothes yeah that was planned
ისე ყველა გიგდება. მოკლედ მეგობრებო. რა გითხო? მოწილი რატო გიჩვენს? შეიკარი ბოლომდე რა გჭირს? ოკეი. ანუ კაბაკა იჩამოწი აღარ ჩანს უკადა. ეს. აუ. I say, which is the best one? You can choose, guys. The best. ანუ ესე იგი თქვენ რას ფიქრობთ რომ რა ხდებაო? ანუ იგებთ? და თქვენ გონიათ რომ არა თქვენ ძალიან ლამაზებია. დამივევართ, ჯორჯ. ახო, მე. ახო დავალაიქოთ. დაგვსკრინა? ჩანს დაგვსკრინა? აი, კარგად დავკრინია რაღაცაი. მეთქი WhatsApp-ში ნახეთო. კარგად მაინც დავკრინეთ აი რაღაც ესე. მიდი გავიპრანჭოთ და თავიდან დაგვსკრინეთ. მაინც არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები, მაგრამ გამოვიყურები. ლელო დაგბლოკავ. ლალი მოყვა. ლალი. ეს არის ამის კონტენტია ვამ. ლალი. ოკეი. მეც მიყვარხართ. ლალი. ვითომ ძალიან გაპროექტული ვარ სტორსაც გასვალი. მოკლედ მეგობრებო. ალექს გამარჯობა როგორ ახარ? ალექსი და ის ქორწილში მოგიწევს კიდე ჩამოსვლით ცეკვა კი ვიცით. თამარი და ალექსის. მეუბნებით? ხო. ხო. ქორწილი სად გექნება თქვენ? წადი შემოგაგიმელა. გავიდე? ხო, ჩემ. თუ შენ გახო. ძალიან სასაცილო არ მართლა ეხა როგორც გარვალზე. მე ძალიან ლამაზები ვართ ხო? დიახ. აჰა. თან ესენი რომ ერთფერში არის, ეგ არის ძალიან საცილო. ანუ ხო. კაფიცები. ეგ კაბა ხო თუ რა არის ეგ? აბა, კი, ოღონ მე შარვალზე მაცვი. მეგობრებო, ერთი ვარ. ისტები. შეავსე ვარდები? არა, მე ვერ შევავსე, აქ მორჩა უკვე. ეს ჩვენ. მე რა უშავს. რას ვიზავს? ბელგიაში რამდენი ხანი რა ცხოვრობთ? მე არ ცხოვრობ ბელგიაში, ეხა ჩამოვედი 3 დღის წინ და აი მოგწონს ბელგია? კი, ძალიან. სხვათა შორის წინაზე ვიყავი, წინა წელს სექტემბერში ჩამოვედი პირველად და მაგის მერე მოვდივარ მეოთხეჯერ. და ვრჩები 3 კვირით. აუ, ძალიან ეხლა 3 კვირით ვარ ჩამოსული და მერე წავალ ისე საქართველოში. სხვათა შორის სალონიკში ვიყავი, გეტყვი როდის. აი ზუსტად სანამ ჩამოვიდოდი აქ, ვიყავი 27-ში წამოვედი სალონიკში. ხო. ლე. აუცხო პროფილი მაქვს. კი, ძალიან მაძი ხარ. ჩვენ რამდენი ხანია რაც მითხარ? მე საბერძნეთში ვცხოვრობ 12 წელი არის, ანუ აქ ვიყავი, რომ ჩამოვედი ბავშვი, ანუ 14 წლის ვიყავი. ხო. და მაგის შემდეგ ჩემი კავლი ხარ, ხო, 26? კი, 26 წლის ვარ მე. ძალიან გაცილებული. ანუ მან ხო როგორ გაცივდი რა ციცივებია სულ, სადაც ანუ გექცევი მე რომ გავდიოდი ხოლმე გარეთ
ორი ის მეცვა, შიგნიდან ერთი ცოტათი თხელი და მე კიდე გარედან ის კურტკა. მე დავდივარ ყოველთვის ძალიან თხლად მაცვია იქ უშინ. მაგიტომ. ვიყავი გასული, ტოპით ვიყავი გასული, არც გარედან მოსაცმელი არ მეცვა არაფერი და ღამეციო და ძალიან. მაგიტომ გაცივ. ავერაუდად ხო, მაგიტომ და დაჟე პარასკევსაც უკვე გძნობდი რომ ცოტა ვცივდებოდი, მე დიდი ხანია სანდახატოზე ვფიქრობ, მაგრამ ჩემზე აი მე როგორ ზნობ ხოლმე რომ ანუ უკვე ვცივდებიან. რაღაცა გეთი ან წამალს ვსვავ ხოლმე ან წამალს ვსვავ ხოლმე რა დეპონს ვსვავ და ვსვავ. მე არ მიყვარს ზოგადად წამლების დალევას ვირვიტან და ეგ არის ჩემი ძალიან დიდი პრობლემა რომ ყოველთვის ვიწვალობ მაგაზე არ მიყვარს ავსვამ და ძალით რაღაც თუ მართლა ძალიან ცუდად ვარ მაგ შემთხვევაში უკვე ვსვამ ხოლმე რა და ხმა დაჟე ეხა უფრო ჩამეხლეთ ხო ხედავ როგორი ხმა მაქვს მაგრამ ძალიან მიყვარს ესეთი ხმა მართლა ნი არა დეპონდეროს საბჭო თაყოფაზმარასო ვითამაშოთ გიო აი ბოდიში დას ვითამაშოთ ხალხო გავაქტიურდეთ აბა ეხლა მოვიდეთ 4000 ლაიკი გვაქვს ანუ რა ვიცი ალბათ თუ რა ხდება დღეს ჩვენს თავს ჩვენ ცირა თან ვკითხე მალაკა რას ნიშნავს და გეკითხებიან მალაკა ნიშნავს სირს ბოდიში მაგას ნიშნავს მოცეცა დავიდი აგებს რა სიტუაცია არის შემოვეცით. რა ხდება? ჩაგრეს. როგორ? ხორდაი ჩაგრეთ ამ კითხე მალაკარას ნიშნავს რომ ძალიან ცუდი სიტყვა არის, ძალიან ცუდი სიტყვა. მე დავიჩაგრე უკვე წევან და ხა. ძალიან ცუდი სიტყვა არ არის, მაგრამ ცუდი სიტყვა არის. ხო. ნინო გასაგებია გითხარი, ცოტა ხოცა მოგიყვან. მალე იქნება ჩემი მეჩო. Πάμε თუ გინდა არა მაქვს პრობლემა. ეს არის ლოგონი არის. აი ეს მწერს. ან შეიძლება მე არც მწერს. არ ვიცი, ჩემთან ვერ მეგარა. გამარჯოს ყველას, კარგად ამილოს. ლაინ არის ის ეხ წამწამები მეიმაგრე? არა ეს ფილტრი არის და ანუ იმენა როგორ გამომაჩნია. ხო ძალიან ბუნებრივია დამაჯდა. და მე ხალხო მე მედვარე იქნება. კი ბატონო ესეთ ფორმაში მოვალ და გამარჯობა მოვედი. მე ლამი ვარ და სახელებს სწორად ვერ წერო. აშკარად. მე კიდე ჩურუნგიოთ. ხო ახლა მკითხულ ყველა. კეფიც. მეც დავლები ისე მაქვს ვისკი მაქვს და იცი და ერთ წამს მოვალ. აი მე კაბა დავწონცა არიან სამაჯურის გადამტკიცება. ესე იგი მე მაქვს ვისკი სახლში. რომელიც დებს რაც გადმოვედი მოკლედ ამ სახლში და პადროს კაი როზე უნდა ვიყიდო როდეს დამხრი ველამი რო ხო არ მოგწამე სამხალად დაძოლებს. მაგარისა, რამდენი აქ წაიკითხა მაგრამ ანუ არ ვიცი მაგარი 40 ექნება. აი 20 და რამდენი აქ ხე 5%-ია და 5%. გამარჯობა მარკელა როგორ ახლა შემოკარქო. აი მე დაეცა ხა
უნდა გაცემა. იპოთეკური. ჩემი ძმა საქმეს ამებს. არა და დაიბლოკე. ბელგიაში მარტო მუშაობ. ბელგიაში თქვენ ჩამოდიხართ ერთად მალე. გოეთა. ვიქრევ მე ხოდე. მე მაგრად. სოფლანა. მოდი. ნო ხალხშენი WhatsApp-იც აქვს. აქაურ ხალხს რას ნიშნავს? აქ ჩემი მეგობრები არიან, ერთი მეგობარი, არა ერთი და ერთი შეყვარებული. აი შეყვარებულები. ჯერჯერობით. რომელსაც კი ჩემი WhatsApp-ი აქვს. ანა და ჰანა შეყვარებულს. მისანის არის, მაგრამ მათაშოს. გაგვიმარჯოს, აბა კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. ისეთი არის, რომ უქმებებს თავის თავს თვითონ აძლევს, არ აქვს მნიშვნელობა რამეს დაუწესებ თუ არა, ყველაფერს არღვევს. ანა, ეგ ერთადერთი გამონაკლისი სამწუხაროა ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ როდემდე მაგას ვერ გეტყვი ნამდვილად. გაიანე. ის კონიაკს ხობს. მართლა? ვისკის. ვისკი. აჰა, 4 ვინიც დაგროვებულა. ანუ ჯერ გამასაზიზღრეთ უკვე. უციც გახდება მალე. Young. მე ხახო დავალაიქოთ ჩემ კარგებო მოვუგოთ გოგოებს. ძალიან დიდი მადლობა ლაიქებისთვის ხახო. 6-6. ეს არის. აჰა. მე ბუფალები ვარ. უცებ საფა მოხდა აქ რაღაც. ესეთი ვიყავი. დიახ, მესეჯებს ვერ ვკითხულობ, მანამ სანამ ლაივი მაქვს ჩართული, ასე რომ ღმერთო რაცეთელი ვარ სახელთან. ისე მესეჯები თამარ, მაინც ბლაში გაგიკეთებულა? ბლაში გახდება, კი. ძალიან. ნახე, იქით ნახე თითქოს ჩამქრალი ხარ ახლა. აკე ძალიან. მოდი იქითაც გაკეთე. მიდიხარ ჩაბლენდე. ეხა შენს გამიკეთე. აუ, კარგი, მაგხელა ბლაში რა თქმა. შვენიალური. კი, კარგია. აუ, როგორ გულით გაკოცე ნახე. ისიც რო იკეთე იმას. ალა ვინ გაკოცა გიო. აი, აუშ ჩამოხოს ვენა. და გაკოცებთ ერთ ლოყაზე მე, ერთ ლოყაზე. ამარი და ჟანშენ. შენ შუბლზე. იმასაც აკოცეთ გიესნაი. დაიცა. აჰა. ძალიან კაია, უგონ გონი ცოტა დაბლა წაისვე. დაბლა? აი აქ უნდა და აი. აქ ხო? ხო, აი აქ. და აი აქ. ნუ არა უშავს. აუ, და სხვაგან მაკოცა, მაგრამ სხვაგან რა. ტოჩსტაბლანო. Yes. ომინჯი საქართველო. ეს ლამიკასი. მეგობრებო, ვალაიქოთ წიგნი. ხა, ისა ორი ადამიანისგან უმჭირდება ყოჩი ვარდები. ყოჩი ვარდები. ჩვენ ენძელები, შევასეთ? მადლობა. შევასეთ უკვე. ახუნა მადლობა. ოი. რა? შევასეთ უკვე. ვიდეო მოგმაც. ლაში ვიდეო. ეხლა რაში? რა? მიდი რა, მართლა. მორჩა, მაშინ მოდის. მოდის.
ნამეტანი არ მოგვი. ვაიმე რაც უფენია. Baime, Jean, madloba. ეხლა გეყოფა ჯორჯ, მეგობრების სახეებს არ ვარ. Jean, madloba. ამახე კაბა, ამახე პამადა, ამახე ნებისმიერი ლითი, მაგრამ მეგობრები არ. Baime, Jean, idi madloba, Jean. Ოფნა, ხა შენს მეგობარს თუ ჩემი კაბა უფრო მოეწონა. თან კითხები და მოწყობიან ასფალტი. თქვენ ახლა ადარჩეთ ბოლო სერიაში. ora prasiti tlamisse. Prasiti tlamisse იმისთვის იყენებენ, ხო? წეგრო ფოტო ვეძებ 0%-ის ფოტოს, მაგრამ ვერ გავციფრებ. გადაიღე მე და გაჩნდა. Oh my god. Is it Georgia? Yes. Yes, oh my god. Goosebumps. I have goosebumps. What is that? Arma. Something no. Mamis, man ესეთი პარიკები მეც გამომიწერე, შენ ხო გამიწერე რაღაცებს და მან ვიწერე. რა გვინდა, ესეთი პარიკები, ამაზე მაგარი ქოჩორი დადეს თავი. ხო, მაგრამ კარე მინდა და ეხა ეს ქოჩორი ავიჭრა მაგის გამო. Baime, solo Pablo. Baime, ეხა წავაგეთ. ისევ და ისევ. ადო. მე გამოგიგზავნე რამდენიმე მაქსი შეფიჩელის. ჯორჯ. აქ ეწერება ხო ანგარიში თუ შენი მახსოვებ? არა, წერია ხო. წერია, შენ გაკ 5 ვინი ახლა და მადლობა მხიარული. ჯორჯ, რამდენი გაქვს? რამდენი მაქვს ვინი? ხო. 0 შენთან. კაი, ჯორჯ. რამდენი გაქვს? კი, რამდენი? ვერ გაიგე ხო? ანუ ვერ გავიგე, რამდენი გაქვს? ეს მე დავამბა. გეტყვის მაინც. მასწავლე რა. რომელი? აი ეს ეს თუ ეს აი მე ყველაზე ძალიან ყურება. მე. სოღონ მარტოა. მე გარგამომდის და ჩემი რა უნდა მოდის. და ეს წერვა ყურება ცოტა ესე. რა უნდა იყოს. აჰა. რა თქინდა და მაშინ ასე დასვან კითხავს ვარო ასე. გასაგებია. ჯორჯ, რა გჭირს ახლა? მართლა ვერ გავიგე, რამდენი ვინი გაქვს? ჯორჯ, თამარსაც არ ესმის. გოგოებო, ანუ ვაფერე. გითხარი რა. ანუ გავიდა 4 წუთი მაგ კითხვაში. ანუ მართლა არის რამდენი ვინი მაქვს? არა. ახო დამწინია. არა, შენი უბრალოდ აი ეგ მოგწონს. ნათქვამი სულ სხვა ხდები, გაჟღერებული, ანუ სმენადობი. გაჟღერებული გინდა თქვენ მაინც ხო? კაი მოვა ჩემი დრო, ხახო, ისეთი გადამარტყით, აი გადამარტყით, რო. რო თქვენ ვაი ეს როგორ მოგვიგოვო? ეს ციგროვი კაბა იღბლიანი აღმოჩნდა. ხო, კი. მას რა ხდება? უყურე 3 ციგროვი. დაინიფექდება. მე პიჟამამაც ვიაკაბი შეგლით. შენ ტიტული ფეხები ხარ? მე დამეზარა გახდა. მე მასკები სიგრძემაც. მუხელებზე მაგაწეული. გისმენ ალელ შემოგევლო. Okay, I gonna mute you solo. Pablo. მე რა ესა ეკოს. ანუ მოგვაქცე ყურადღებას, კაი მოვალთ. Right. Tell him
არა უშავს იყოს აი. თელ ანუ გოგოებო რა ხდება? such things is not nice. რავად? რა ხდება? გიო. ამას რა კონტენტი? გორმის ხელი პომადა დროს. ხალხო მოვუგოთ რა. ციგროვებით მიგებენ. She will look better. გიო ყოველდღე როგორი და ეხლა მე გაგიყვან ჩემ სამზარეულო შენზე ამბობენ. როგორ? ყოველთვის ჩაწკრიალებული აქვს სამზარეულო გიოს. ყოველთვის. Განაიზარდოს ჩემო კარგო მე არ მიყვარს საფრი არეული რო არის. მოიცა გიო სტუმრად აღარ გელოდები, როცა გინდა ჩამოდი იცხოვე ცოტა. წეგან ბეიბი ჭამდა მახსოვწენდა. აუ თამარა. ჩარ ხარია. არა გინდა. Hi George, მოიცადე რაღაც განახოთ ამასთან. რა გინდა უყურე ფოსახი. აი ერთი ჩქარავდა და ნახევარი და უკვე სიონი. ანუ ეს პროფილი უფრო კარგი არის? არა, ყველაზე მაგარი კომენტარებში ამორის ჩხუბს თუ ეს წაიკითხეს, ამორის ჩხუბი წაიკითხეს. ესე. მე ესე მომწონს. ეს იმიტომ რომ ესე ბოლომდე შებრუნებული არ ხარ და ესე ძალიან ისეზე ხარ. ანუ ესე? აჰა. მაშინ კარგი. მაქედან რაღაცა ეს ხალივით გიჩვენს თუ ხალი. კი. ნახე მეცნო. მართლა ტყუპები ვართ ჯორჯ. კი. One day while I go to Georgia. She's not in Georgia, she's in Greece. ა? ნანა გაგვარქოლა პარაკში ოღონდ მართლა. ანუ კაცრავად და გიო ძალიან დიდი მადლობა. დაგახტი შემოგახტი კამარი მადლობა. საზიზღარი ხარ აი ეგრე გემშვიდობები დღეს. მემშვიდობები? მე მეგონა მიდიოდი, მეთქი მოგვიგო და მიდის თქო აი მართლა გაგწუხა. არა ჯერ არ მივდივარ მე ჩემი დრო ვიცი ჩემო კარგო. მაინც ხუთი ვინი გინდა თუ რამდენი რო ვიცოდე. ხალხო აი ისე მოვუგოთ ახლა. არ ვუყურებთ გიორგის პროფილს, არ ვუსმენთ რას ლაპარაკობს ბოლო წუთებში. ვაკვირდებით დროს, გვართობს манипуляციას ახდენს ჩვენზე, თავისი ვიზუალით, კითხვებით. ხო. ეხლა რამე გავს? წითელი პომადა გააქვს? მისვია. წითელია ეგ. ნუ გადავიდეთ. ნუ ცოტათი გადავიდე ხა. აი მე მაგალი თაქა. აი ისეთი არის. ძალიან მიყვარს ხოლმე რომ უცბად გავაძრობ. და ხახო დავალაიქოთ რა. მოკლედ ამ ორის ყურებაში როგორ გამა? თამარ წითელი პამადა. ხახო მოვიგოთ ხახო. გეფიცები და გიცეკვებთ. აი თუ მოვიგეთ. მაიგეთ სურულზე იყოს. აღონ აი ყურე მე თუ მოვიგე. აი ეტავს რა სრული რა იყოს ოღონდ. ცეკვა. მე ცეკვა მინდა რომ შენ ცეკვა და შენ რაც გინდა ის. აი აჰა ოკეი ვიცეკვებ. შენ რა სურვილი? შენ ცეკვა შეგიძლია? არა. იმპლანტი მაქვს ოღონდ მართლა არ გიხდება. ოკეი, კაი. მოგოდა მოვა. სამ პიჟამა მასვია ქვემოთ. რამე ისეთი რა. ეხზე რო არო. მაშინ ეს თუ დაიწერეთ ამ ისეთი არა ანუ არ მინდა.
ვაიმე ჩემო ლალი როგორ ახარ ანუ ესე იგი მთელი ერთი წუთის განმავლობაში თუ შეგიძლია თქვა ვაიმე ლალი რა ლამაზი ხარ ვაიმე ლალი რა ლამაზი ხარ უბრალოდ გეტყვი ოღონდ ვაიმე ლალი რა ლამაზი ხარ და მე ხო აი ანუ გავხსოვდები თელ 21 აპრილამდე ყოველდღე გეტყვი მაგას თელ 21 აპრილამდე მე რა ხდება ანუ მე შეიძლება აღარ შემოვიდე რა აქ და მაგიტო 21 აპრილამდე თავისუფალი ვარ და დრო გავყავს მე და თამა ოი ხო მეც ხარ სულ არა ვარ აქ კაცო ხო და ანუ 21 აპრილამდე როცა აქ ვიქნები პირობას გაძლევ რომ ჩემ ლექსიკაში მაგის გარდა ანუ 90% იქნება ეგ რა ო ძასაყარლები ხარ მაგრამ ახო მოვიგოთ ანუ მთელი ერთი წუთი არ გიღირსება მაგის თქმას არა მაგ მოდი ხალხო მოვიგოთ რა ხალხო რომელი გირჩევნიათ ისედაც ვეუბნები რომ ლამაზია არა ეხა გიორგის ანუ აი ერთ წუთის განმავლობაში რო გეუბნება რა და ხება ვიდეოში და მართლა გეუბნებით ბევრს დაკარგავთ და რა განდამო ლამაზი ხარ ლალი ლამაზი ხარ ლალი ლამაზი ხარ ლალი იგებ ხო მე უნდა მოვიგო წესით უნდა მოვიგო და ანუ არ უი მე ხალხო რატო ძალიან გაინტერესებს სამწუხაროდ ანუ რა ვქნა რა ვქნა რომ ანუ ბედი არ მწყალობს არ ვიცი რას დავაბრალო ერთამ სექს მიღერა ჩავთო მოდი იაბა რა ვქნა რომ ბედი არ წყალობს ქვია ხო კი რა ვქნა რომ goosebumps მაგაზინი შეგვიძლია გოთხარ რა ვქნა რომ ვაიმე ხალხო ეხა ბოლო წუთები არის გავაძლიეროთ ძალები ჩავაჭიროთ ფეხი ოკეი კაი ლალი კარობედი არ მწყალობს არა სიმღერას ჩვენ ვარჩევთ რა სიძე აი მითხარით ოღონდ აქ ჩავთავ მე მითხარით რომელიც სიმღერა გინდათ ოკეი რომელი გვინდა აი რაღაც თეძოების ისეთ ცოტა არაბულ ჰაბიბი ყველა მიცის რომელი ქუსლებზე ხო გაცვია არა ჩავიცო ქუსლებით მოეჭველი კაბა და ქუსლების გარეშე მე ჯერ არ ვიცი მაგიტო არ ავდექი მე პიჟამა რომ აცვეში ანუ აჩემო ძმა ჟანა ეს ცეკვა შენ გეძღვნება ეს ჰაბიბის ცეკვაზე აბა რომელი გიყვარს ქვიდე მაყურები ვარ არ მიყვარს ოკეი კაი ისე წავედი დაიჭდა ერთ წამს ოღონდ იქით გადავდგა რომ კარგად მიყუროთ მერე ოკეი ერთ წამს ესა კუსლია შეკრით რაქსია მე თორე მოსა აუ ჩვენზე ვარ ეს ჩვენ პიჟამო რა როგორი ხედავ ელასტიკურობა 10-დან 10 წავედა აი მართლა ტრასტალა კაბასა წავიდა დამთავრდა რა დამთავრდა მას უკვე მთელი დრო ჩვენ ხელშია
აი მე კაი იყო დღესამდე ვიცი არ იქითო რა გოგონა აი იქითო რა გოგონა ავედა ცოტა კამერა ესე გამოწია რა ლალიკო აკეი ტვიკი ხო აი პირველად საითაცქენი აი მასე всё ძალიან მაგარი მუსიკა ბოდიში ცხოვრება მეგობრებად უნდა დავრჩეთ რაღაცა ორიენტაციას ორა თეძოს ჩატახვებია io bravo ბოჩა ჩაბარებულია ოკეი ლალიკო ყველაზე ლამაზი ხარ ყველაზე საყვარელი ხარ და ულამაზესთა შორის ლალიკო არის ყველაზე ლამაზი მადლობა ძალიან დიდი ყველაზე მაგარი ხასიათების ყველაზე პოზიტიური ყველაზე გადამდები ადამიანი და რავი ხაო ძალიან საყვარლები ხართ და ძალიან დიდი ციმციმებ აი ნახეთ მზე ხარ თქვენც არაფერს მზები ხართ და ციმციმებთ და ულამაზესები ხართ ორივე სამივე წავალ მეკაბას გავიხდით რომ მართლა გავსულთქო დროებით მაშინ მე დაგტოვებთ ხვალამდე გაკოცეთ ბაი თუს კარგად ყველაზე ლამაზი ხარ თქვენ ძალიან მიყვარხართ ჩაო ჩაო აი მე ხალხო მე ძალიან საყვარელი გოგოები არიან აი უსაყვარლესი გოგოები არიან მართლა ან როგორი პოზიტიურები არიან ჯერ და მე რა გინდა არაფერი ჩემოწმა ხუმრობაში დავკარგე დავიქნა Hi. Hello, Papa. Papa. No, in English. English, how are you? Perfect, you? I'm good, wallah, so perfect. I don't understand. Okay, why bad? I understand English a little bit. 50-50. أنا كنت عنده في لبنان. والمهند وين كنت قاعد بلبنان أنت؟ لا لا كنت قاعد. Kikam. Hi everyone. Hi, how are you guys? Girls, hell. Saram. ხალხნოთ როგორ ახართ ჩემო კარგნოთ
დრაშრებით. What the frankincense is going on here? I don't want to play with you. Oh, why'd you invite me then? I just let Michael on. We work together. წერვა უნდა იყო და წერვა. აბა, ერთ წამს რამე სხვა ჩავთოთ. Alexa, can you continue this music, please? ეტოს თუ ჩართავს. ჩართო. აი. ჩაუწიოთ, აიმე. ეს დავტოვოთ თუ სხვა ჩავთოთ. حبيبتي აბა ხალხო როგორ ახართ მოეთრიეთ აბა ეხლა ერთი რა ხდება თქო ეს კაიდა ჯულია გლიტერი ძალიან საყვარელი გოგო არის სხვათა შორის და რა ვიცი ანუ რატის მოდი ჩათ ალტერნატივი ჩავთოთ კიდაც მე მინდა ყველაშ სინას გექსანავიენი Dorado Tachnaria colufis mias ois jameris Menis Misos cotado მოდი ეხა ეს შეგვაჩვენა სანამ იმასვის რა შეუარი შენი დედა მოთხა იქ ვიღაცები გინებოდნენ ხალხო ვიღაც სხვა ყავდა სიღნომი სირაო აუ ჩემი კაცის წყლა მევასება მე თუსიაზმო გამარჯობა როგორ ახარ კარგი ჩი აი შენ ხა მანდ არ მომიყვანო და არა მოგაგლიჯო ეგენა რა ქვია ლალი შენ არა მე ყურადღებას არ ვაქცევ ამას ახლა ალბათონო ლია რამდენი ლია არა ლალი დედი როგორ ყია არა ხა გადამრთო ოღონდ მე არ გადამერთია როგორ ახარ კარგი შე როგორ ახარ მეც მე შინარის ვაიმე მოდი აი ავახსნა კაიტრი ხაჯეთ მები თემი დები უი შემოგითხან კაცი აი მე ვიტყვი კეთბაიკაც ძელები არ არის
ჩვენი ძმა აუ, როგორ გიბები ამ ადამიანზე ხმის ხო? ხატაო. როგორ ახართ ბავშვებო? რავი, კარგად, შენ როგორ ახარ? რა ვიცი, მეც კარგად არ ამიშავს ვარ და აქ TikTok live-ში ვარ და იმენა გიჟები არიან. ესეთი გიჟი ხალხი ალბათ პირველად მყავს ნანოხი ცხოვრებაში. ანუ ძალიან ბევრი კარგი ხوارთ არის, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი არის ცუდი. რა რო ტყუილა უბრალოდ რო გაგინებს და გამოგლანძღავს, ეგეთები არიან. და რამდენი კაცი გიყურებს? ეხლა ამ წუთას მიყურებს 20. აჰა. რაო მე რა მინდაო? რავი, ესე შემოდიან, გამოგლანძღავენ. მე რა დამუთო, დაბლოკო და მიდიან ხოლმე ბოლოს, ანუ გაღმა მარელზე ხო? კი ვუშვებ მე ამაც. აჰა, ძალიან კარგი. ნინი. ხო დავალაიქოთ რა. როგორ? ნინი არის შენი ფანი რო იცი. ვაიმე ნინის მოკითხვა ჩემგან. ნინი, მუა! გაკოცე ნინი. საყვარელი ხარ. ნახე რა საყვარელი ხარ. Просто რა ქვია შენ შემახსენე სახელი? მე გიორგი, ისე სოციალურ ქსელში ლალი. ქვია, მაგრამ ლალი, კი. ლალი, ხო. ლალი. ეხა გიოს გაგაცნობ კიდე ჩემს მაგდაც რა. აბა გიო გამეცანი საყვარერო. გიო. გამოიცა. საყვარელი. მე როგორ ახარ გიო? აი მოგეცა ხმა. მე Discord-ში ხართ, როგორ ეთყობა? უცბად გავიგეთ group. გიო ებაზრე შეჩემა. დავიდალ გადავრთოთ უკვე. ვაი. ეს ვაიმე. ისინი დაიშოკრენ მგონი. ამათ შოკე აქვს ვაიმე გიჟები. უზრდელები აბო. მაგას ვაბობ მე რო უზრდელები არიან მეთქი ბატონო. აუ ერთად აი ამაზე რამე ავიფარო აი არ. ვაიმე, რა ვახატო? კარგად თო შე როგორ ახარ? როგორ ახარ? კეთი. ზაზა. არა ეგ არა ერთუთით და ისე ბაკა წამოვედი მე აღარა ვარ ბოზი. ბაკა. აბა ბიჭამა. ჩვენ ძიები ვარ და ხოში არ შემოგვიერთები. რა შემოგიერთდეთ მითხარი რა გავიყოთ. რაო? იო. ჯოვიმე მუტეი და ქალები არ ხავს გოგოგაცნო. აი ჩემო. გადავრთოთ ბავშვები არიან. შეუნდეთ ხალხო, შეუნდეთ. კი ძალიან ყველა მეუბნება რომ ძალიან ლამაზი ხარ და რავი ზოგი მეუბნება რომ ვინმე სხვა არ გამოეკეციო და მეთქი რავი არავი შეჯერობით არა მართლა ძალიან ლამაზი ხარ მადლობა ძალიან დიდი თქვენ ძალიან ლამაზები ხართ მადლობა არა please Homie sos kodado Miriamka ვინ არის ეს? კი მარა Helko Katerina 22 Beautiful. Ah, my sister, how are you? I'm good and you, how are you, baby? Thank you. Are you gay? აბა, გამარჯობა. რა ხარ, ლალი? კარგი, როგორ ახარ? ლაურებელი ხარ? რა ვიცი, აბა ესე როგორ გითხრა? ნუ როგორ დამითხრა, უნდა ვიცოდე. გახსოვს, რა ვილაპარაკეთ, რაღაც მეგობარი მყავს ამერიკაშია და რაღაც კი, მყავს. ერთი არა, ბევრი მყავს მე. რაღაც პეიჯი რა უნდა მომეხო და გახსოვს გუგუნავა თუ რაღაც რომ ეწერა.
აი ხარ. ხო. ან გუგუნავა რატო გეწერა? ანუ რაღაცა საღადაო გვერდის გაკეთება მინდოდა რა და მე გადავიფიქრე რავი. გადავიფიქრე კი არა დრო აღარ მქონდა რა. მე ძალიან ადრე იყო, ხო? კი, ძალიან ადრე იყო. მოსმის, ეხლა რა საქმიანობ? ანუ ისევ იმას, რასაც ადრე საქმიანობდი, ვსწავლობ და თან ვმუშაობ. აუ, ძალიან კაია. წარმატებებს გისურვებ, ბრავო. მადლობა შენც. მადლობა დიდი, გაიხარე ჩემო კარგო. ეგეთი ამბები სხვა? მიყურებ ხოლმე საღამოობით, ცოტას ვერთობი. ძალიან კაია თუ ერთობი და თუ მიყურებ. კი ბატონო. მათაშ შორის ხან კლინიკიდანაც გიყურებ ხოლმე და ეს რა ქვია. მეუბნებია ხოლმე რომ ანუ მითარგმნეო რას ამბობს რა ეს ხმის ხვარიანი თანამშრომლები რომ ზივართ ხოლმე ან შენ სად ცხოვრობ ახლა? მე ვცხოვრობ ნიუ-ჯერსიში. ნიუ-ჯერსიში ცხოვრობ, ხო? მე მყავს ნიუ-ჯერსიში ბერძენი მეგობარი მყავს მე. აი, მაშინაც მაღაზია მითხარი. ხო. ნუ რომელიც რავი ძალიან დიდი ხნის უკან გავიცანი მოკლედ რა და ჩამოდის ხოლმე აქ ხშირად და ეხა ნუ მე ვაპირებ სხვათა შორის ანუ ოღონდ ანუ მე მინდა ახალი წლის შემდეგ ანუ იანვარში მინდა მოკლედ რა და არ ვიცი რა ანუ არ ვიცი მინდა წამოვალ მაგრამ მინდა მოკლედ ხო და თუ ჩამოვლ ხა ნიუ-ჯერსი და ზოგადად ამერიკა ძალიან დიდი არის ეხა არ არის პატარა და რაღაც ხო და რავი შევეცდები თუ გექნება დრო და რაღაც გნახავ გადიდე. მე დაფოლოვებული მყავ ჩემი ინსტაგრამით რა. რომელი რა გაწერია ინსტაგრამზე? მოგწერ გიორგი მაწერია და რაღაცა გიორგი F რაღაცა რამოდენიმე ინიციალით მოკლედ და მოგწერ რომ მიხვდე. ოკეი, კი ბატონო. მეც ვაპირებ საბერძნეთში ცხოვრობ ხო შენ? კი, მე საბერძნეთში ვცხოვრობ. მამი და ჩემი ცხოვრობს მან რა და ეხა ვაპირებ მე მაისში ჩამოსვლას. მაისის 9-ში მაქვს ფრენა. აუ არ ვიცი შენ რომელ ქალაქში ხარ მე ათენში მოვდივარ მე თესალონიკში მე აპატიე ჯამთელო მადლობა ძალიან დიდი ხო მე თესალონიკში ვცხოვრობ და რა ქვია თუ ჩამოხვედი რავი ახლა მაისში არ მგონია იმიტომ რომ მე არ მაქვს დრო მაისში საერთოდ 9-ში ჩამოვდივარ მოკლედ რა 14-ში მაქვს მე საქართველოში ფრენა და საქართველოსაც 10 დღე დავრჩები და მე უკან წამოვალ რა ანუ შვებულება და რაღაც არაფერი არ მაქვს უბრალოდ რამოდენიმე სამუშაო ესენი გადავცვალე რა ხო და ისე მოვდივარ მოკლედ რა შვებულების გარეშე ხო ძალიან კაია გენიერია სხვა დროს იქნებ მოვახერხო ოკეი მაშინ აი რომ ჩამოხვალ შევხედოთ და ხო ძალიან კარგია შენ ხო სწავლობ რაზე სწავლობდი გამახსენე ერთი სამედიცინოზე სწავლობ სამედიცინოზე სწავლობდი ანუ ეხა ამთავრებ ალბათ ხო? არა, ჯერ არ ვამთავრებ დაახლოებით, ანუ საქართველოში ვსწავლობდი მე 4 წელი. მე გასული პროგრამით წამოვედი აქ. ხო და ახლა აქ უკვე 2 წელია რაც ვსწავლობ რა. ოკეი, ძალიან კაია. მანდ ხარ რა ხდება, ანუ ეს ტრამპმა რაღაც ახალი კანონები შემოიღო, რა ვიცი, არ ვიცი, რაღაცები კი ამბობენ, რომ ხდებაო რაღაცები რა, მაგრამ განსაკუთრებული ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მე ის გრინ კარდი მაქვს რა მე. ხო, ანუ გამოსვლები იყო ეხა მან და მაგითო. კი, არის ბევრი გამოსვლები, ყველა ქალაქში იყო თითქმის თუ არ ვცდები გამოსვლები და რავი ეს აკლინიკები როგორ არის იცი, როგორც საქართველოშია და რაღაც ცენტრალურ ადგილებში არ არის რა, უფრო აი გარეუბნებშია უფრო ეს დიდი კლინიკები რა. ხო. საცობი და რაღაც რო შეგეხოს და რომ მიხვდე რომ ან ის არის რა ქვია ანუ საცობი რო ყოფილიყო და რაღაც მივხვდებოდი რომ ან აქცია ან გადაკეტილია გზა ან რაღაც რა მაგრამ არაფერი რა თავისუფლად მოვედი საცობი. ოკეი. მშვენიერია მაშინ. ძალიან კარგია. ხო და ეხა წლის ბოლოს დავამთავრებ მოკლედ უმცროსი ექიმის დიპლომს ავიღებ და მე უკვე ალბათ ბაკალავრზე ჩავაბარებ რა.
ანუ ისე მან ექიმი რო იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ხო ეგრეა? აქ რა ვიცი, ეხა მაგალითად მე აქ ეხა ვარ ეკთანი რა, ანუ ექიმი არ ვარ. აჰა. და ეკთად მუშაობ მოკლედ და ანუ მე ხო ვცხოვრობ ნიუ-ჯერსიში. კი. თუნდაც გამოვედი ვიყავი ნიუ-იორკში რა. ხო. ახლო ნიუ-ჯერსია ეს რა, ანუ ნიუ-იორკთან არის ძალიან ახლოს მოკლედ და იქ ვაპირებდი კლინიკაში რომ დამეწყო მუშაობა რა, ხო და თან გეგმაში მქონდა რომ ნიუ-ჯერსიში გადმოსულიყავი, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი უფრო მაწყობდა მოკლედ. ხო და იმ კლინიკაში რომ დამეწყო მუშაობა, უნდა ჩამებარებინა შტატის გამოცდები. ნიუ-იორკის შტატის გამოცდები უნდა ჩამებარებინა რა. ხო და აქ რო გადმოვედი მე, აქ ვაფშე სხვა გამოცდები ჩავაბარე, აქ ნიუ-ჯერსის შტატის გამოცდები ჩავაბარე, რომ უბრალოდ ეკთნად დამეწყო კლინიკაში მუშაობა. ანუ სხვადასხვა კანონები და სხვადასხვა წესები აქვს რა. ოკეი. და ესე მარტივადაც ვერ, ანუ ეხა აქ ბაკალავრიც რო დავამთავრო, დისერტაციას რო დავიცვა და რაღაც სტაჟიც რო აქ მქონდეს, მაინც ვერ შევძლებ მუშაობას ექიმად რა. სანამ რაღაცა ანუ ზოგადად ნუ ხა ექიმი რო გახდე ძალიან ბევრი ის უნდა გაიარო, საფეხური უნდა გაიარო, ნუ ეგრევე არავინ არ ბოდიში არავინ არ დაგსოს რა ვიცი ხა ხო ეგრეა რა. კი რა თქმა უნდა. მაგრამ აქ განსაკუთრებით რა, იმიტომ რომ ეხა მაგრამ ანუ მე ხა სხვა რაღაც მინდა კითხო, ანუ ექიმი რო ხარ მან ხო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის მეთქი, ანუ ხა ნუ ევროპაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მან შეიძლება ანუ რავი გიჩივლონ და შეიძლება პაციენტს უბრალოდ აი საქართველოს ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვი, საქართველოში ხო დაუწე რეცეპტში რაღაცას ხო? და თავის პრობლემა გაიგებს თუ არ გაიგებს მოკლედ რა. აქ აი თუ დეტალურად არ მიაწოდე ინფორმაცია, როდეს უნდა დალიოს წამალი, ან როდეს უნდა მოვიდეს, ან რა, შეიძლება მაგაზეც გიჩივლოს. აი რომ მოვიდეს მაგალითად პაციენტი ყავს ჩაწერილი 3 საათზე და ჩვენთან ხო ყოფილა მაგალითად რომ აი ექიმი ოპერაციაზეა და დააგვიანდება გამოსვლა, ან ექიმს დააგვიანდება და რაღაც, ანუ აქ ეგეთი რაღაც რო გააკეთო, რა შეიძლება გადაგდგან. არ გავაკეთე. ხო, ანუ ეგ ვიცი, მე მსმენია ჩემი მეგობრისგან რომელიც იყოფებოდა ანუ ამერიკაში, ნუ რაღაც პრეს კონფერენციას დაესწრო მან მოკლედ რა. და მან თქვა რომ ნუ რამდენიმე თვით იყო მან ჩამოსული. ხო და მან მითხრა რომ ანუ ძალიან რთული არისო, ანუ იქ რომ ექიმი იყო მოკლედ რა, ანუ შეიძლება უცბად ისეთ სრულ რაღაცაზე ანუ გიჩივლონო, ანუ ჯერ მარტივი არაფერი არ არის რა, მაგრამ ეხა აქ უფრო თუ აქ ჩააბარე პირველივე კურსიდან აქ დაიწყებს სწავლას, მე აქაურ კლინიკაში დაიწყებ მუშაობას პირდაპირ, უფრო მარტივი იქნება რა, მაგრამ მე საქართველოშიც მუშაობდი კლინიკაში და ისე უფრო გამეჭირდა, იმიტომ რომ აი შენ წარმოიდგინე ვენის კათეტერები და რაღაცეებიც, გავსი რაღაცეებიც კი საერთოდ სხვანაირი აქვს და აი სხვანაირად შედიან ვენაში, სხვანაირად გავენ არტერიებს და რავი 1000 რაღაცეები რა. ხო. აი არ ვიცი, ის არის ზოგადად რა ქვია მაგას ეს პროფესია ძალიან რთული არის, თქვენი პროფესია რაც გაქვთ. მედიცინა ზოგადად ისეთია, საპასუხისმგებლო არის რა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ თან ისეთი პროფესიაა ეს, რომ თუ არ გიყვარს, ან თუ არ გინდა ესე აი რომ ჩავაბარე და რა ვქნა, ეგე არ არის აქ რა. ხო, არა. ვარო, დავერქულია. მე კიდე ანუ არ შემიძლია აი მეგონა ჩემო ანუ ეხლა მაგალითად ისა შენ ეხლა მორიგეო 24 საათიანი მორიგეობები გაქვს ხოლმე თუ არა? არა, აქ 24 საათიანი მორიგეობები არ არსებობს, ანუ როგორ არის? 8 საათიანი გრაფიკი გაქვს და თუ მაგალითად ყოველდღე მუშაობ 8 საათიან გრაფიკზე რა, მაგრამ თუ მაგალითად კვირაში აიღებ რა მაგალითად 20 საათს ან 30 საათს, შეგიძლია რომ რომელიმე დღეის გადაანაწილო, რომ დღეში 5 საათი, 6 საათი, რა როგორც შენ მოგესურვება, ისე იმუშავა რა. ძალიან კარგია. 5-6 საათი მუშაობა. ხო, ეხლა ჩვენ რახან სტუდენტები ვართ, ჩვენ არ გვაძლევენ 8 საათიან გრაფიკებს. ხო.
კარგია. და აქ დასარჩენად აპირებ ჩამოსვლას თუ? არა, დასარჩენად ავაპირებ მათ. მათ მინდა, ანუ ნუ ხა როგორ გითხრა, ანუ მინდა რომ დავათვალიერო, ანუ რა ვიცი ხა სადაც რავი ნიუ-იორკში მინდა, მაიამიში მინდა, მაგრამ მაიამიში არ ვიცი რამდენად წავალ. იმედი, ანუ ხო, ხა გონი ახალ წელს, ახალი წლისთვის კარგი იქნება შენი აზრით. ანუ ახალ წელს ძალიან კარგია ნიუ-იორკში, ხა სხვა შტატებში არ ვიცი. ანუ ახალი წლის შემდეგ აი იანვარში მაგალითად. არა, იმიტომ რომ 20 იანვარს იღებენ ნაძვის ხესაც თუ არ ვწდები, ანუ ძალიან მალე. აი ესე იგი ვასწრებ, ანუ მე ვაპირებ, ანუ გეტყვი ხა სადღაც ესე, ანუ თუ წამოვალ, ალბათ აი ესე რაღაც იანვრის 8-დან აი ჩემი აზრით, ეხლა შენ არ ვიცი შენი გემოვნებები და რაღაცეები რა, რისი ნახვა გინდა და როგორ. ანუ ყველაზე კარგი მე ჩამოვედი აქ დეკემბერში რა, მოკლედ დეკემბერი იყო და ზამთარში საერთოდ არ მომეწონა არაფერი აქ, იმიტომ რომ საშინელი სიცივეები იყო რა, ანუ ერთადერთი ის არის რომ საშობაო და ანუ საახალწლო და საშობაო სამზადისი აქვს განსაკუთრებული რა, ეს რაღაცნაირი იგრძნობა რა, ეგ ის და ყველაზე კარგი პერიოდი არის გაზაფხული აქ რა. ყველა მაგას მეუბნება ისე, ანუ გაზაფხული არის ძალიან კაი პერიოდიო. ხო და რავი, ანუ არ ვიცი. თან როგორც ანუ შვებულება მაქვს სამსახურიდან იანვარში მოკლედ რა. ხო და ანუ იანვარი და აგვისტო მაქვს ხოლმე ერთი ეს შვებულებები. და დანარჩენ თვეებში არ მაქვს მოკლედ ესე შვებულება და მაგიტომ მინდა რომ რაღაც იანვარს დავამთხვიო. ხო და თან კიდე დეკემბერში რომ ჩამოვედი მე $950 დამიჯდა ბილეთები რა. აქედან ძალიან იაფი ბილეთები. ხო და ეხლა რომ მოვდივარ მანდეთ, ანუ 2 თვის უკან ვიყიდე, უბრალოდ თვენახევრის უკან და $250 ვიყიდე. კი. აქედან ეხლა მაგალითად აი წასვლა-წამოსვლის ბილეთს დაჯავშნი 400-500 ევროში დაჯავშნი ჩვეულებრივ. ოღონდ ერთი თვით ადრე მაინც უნდა იყიდო. ხო, აი ანუ საახალწლოდ საერთოდ ვერ იყიდი რა, იმიტომ რომ დეკემბერი, იანვარი ძალიან ძვირი ფასებია. ხო, აი ეგ თვეები კი ძვირი არის, მაგალითად გეთანხმები, ხო, ვიცი, მე ეხაც რო შეხვიდე და ნახო, ეხაც კი ძვირი არის, ანუ ეხაც კი დაგიწერს რომ რაღაც 600 ევროზე ანუ საახალწლოდ და იანვარში აქ ხო ძალიან ბევრი უქმეები აქვთ რა. და ანუ უქმეები როგორ არის, იცი? უქმეები არის უქმეები, ანუ ესე რომ გითხრა და ყველაფერი დაკეტილია აბსოლუტურად, მუზეუმები, მაღაზიები, ქუჩაში თუ ივლი და ქუჩას თუ დაათვალიერებ თორე. და გიჟები არიან, ანუ მან ეხა ტრამპი რომ მოვიდა, მან ანუ რა სიტუაცია არის ანუ რა ქვია ყაჩაღობის მხრივ და ანუ რა ეხა მე სიმართლე გითხრა, არაფერი მსგავსი არ შემთხვევია არასდროს. ანუ ხო ხვდები რა, არც არაფერი დამიკარგავს, არც არაფერს მოპარვა და არც ყელის გამოჭრა და არაფერი მსგავსი არ ვიცი, მოკლედ რა ეს შტატია ესეთი მშვიდი თუ გაჩნია რა, ეხლა ვიცი რომ ბრუკლინში შედარებით ცუდი სიტუაციაა, იმიტომ რომ ყველა ახალი ჩამოსული რა, ეს სხვადასხვა ერებიც ყველა ბრუკლინში ცხოვრობს და ხო იცი თავიდან რომ გიჭირს, ყველაფერი გიკვირს და ყველაფერი გინდა და იქ უფრო მეტად არის რა, ეს ქურდობები და რაღაცეები და მე აქეთ რომ გადმოდიან უკვე სხვა შტატებში რომ მიდიან, ცოტა დალაგებულები, ცოტა უკვე სამსახურის ნანახი და რაღაც ხო ხდები რა? ხო. და ის თავარი კრიზისი რაც აქვთ, ყველას გადააქვს ბრუკლინში რა, თავიდან. ხო, არა, რა ქვია, ბრუკლინი ცოტა ისეთ ბრუკლინზე სმენია, ხო, ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობსო. სად? ბრუკლინში. კი, მეც ვიცი რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. სულ ორჯერ ვარ მე ნამყოფი ბრუკლინში, მეტჯერ არა სიმართლე გითხრა, მაგრამ ვიცი რომ ბევრი ქართველები ცხოვრობენ. ხო, ძალიან კაია. ისე ზოგადად ანუ ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველები არიან. კი, არიან, აი მანჰეტენზე რომ იწევს ხოლმე ჩასვლა ან სოხოზე ან რაღაც, იქ უფრო ვნახულობ ბევრ ქართველებს და აქ ეხა მე სადაც ვცხოვრობ, სიმართლე გითხრა არ არიან ბევრი ქართველები. ხო, არა, მან ხო არ ვიცი ხა. ერთხელ ყავდა პაციენტიც. თუ არ ვწდები.
ქართველი პაციენტი იყო ერთხელ და ანუ მეტჯერ არც მინახავს არავინ. კარგია მოკლედ. ეხლა სამსახურში ხარ თუ სათხარ ხა? არა, ეხლა სამსახურიდან გამოვედი და ეხლა მაღაზიაში ვარ და მე საფრთხე უნდა წავედი. მან ბინისკრები როგორ არის? ეხლა აი მაგალითად ჩვენ სადაც ცხოვრობ თავის სახლში. ეხლა მაგალითად მე ვცხოვრობ იმაში, რა ქვია, სტუდიოში რა. და ვიხდი $900. აუ, კარგია მაშინ. მაგრამ ის გადავიხადე ბევრი. დეპოზიტი. მაგას თავიდან რო ქირავ ზოგი მაგალითად 2 თვისას იხდის. მე გადავიხადე $20 დეპოზიტი გადავიხადე $20 და ანუ როგორც გარანტია ისედაც რა რაღაცა. ან დაახლოებით გადავიხადე $3000-მდე რა. მაგრამ აი ხა მე რო შენ გავხვალ მაგალითად ანუ მაგ სტუდიიდან მაგას დაგიბრუნებენ ხო ეგრეა? არა, ამ ხახას არ დამიბრუნებენ, უბრალოდ $20 ადრე გავაფრთხილებ და იმ $20-ს არ გადავიხდი რა. იმ $20-ს არ გადაიხდი, ოკეი. ხო. ხანიერია მაშინ. ანუ ეგ მაშინ კარგი ფასი არის $900, ძალიან კარგი ფასია. აი თუ მკითხავ, იმიტომ რომ რავი ხა მე რომ ესმის ხოლმე მან ფასები, ეგ რაღაც სტუდიო $1500-2000 და რაღაც გული მისკდება ოღონდ და $900 არის იდეალური ფასი. ხო, თან ახლა ჩემი არის სტუდენტური საცხოვრება, ანუ კერძო სახლი და რაღაც არ არის რა. ხო. ბილდინგებია, აქ 4 სართულიანი ბილდინგებია და აი ეგეთი ბილდინგია ეს ჩემი, მე სადაც ვცხოვრობ. ხო, შენობა. განიერია. და ისე კერძო სახლებიც არ ვისწვიდი მაგალითად ახლა შეგვიძლია და თუ რამოდენიმე ადამიანი იქნებით მაგალითად 5-ნი ან რაღაცა ისე იყოს მინაწილებს $5 ხო აიღო მთლიანი სახლი და მე გაიღოთ რა ხო ანუ 5-ია და ეხა ნუ ეხა იმ დის სახლში რა ვიცი ეხა რამდენი ოთახი უნდა იყოს ხო 3 საძინებელი მაინც იქნება რა კერძო სახლში და ან 4 საძინებელი და მისაღები და სამზარეულო ხო ეს პრობლემაც არის ან აქ ნიუ-ჯერსიში არ არის პარკინგების პრობლემა მაგრამ ნიუ-იორკში არის პარკინგების პრობლემა და ფასიანი პარკინგებია ძირითადად ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსამდე რამდენი საათი უნდა ეხა მაგალითად მე სადაც ვცხოვრობ აქედან ბასით მინდა ავტობუსით მინდა დაახლოებით 30 წუთი და მანქანით ცოტა მეტი რა იმიტომ რომ მანქანითაც ამიდიხარ ანუ ტრაფიკი ხარ არა ფასიან გზას გადიხარ და ბას ლაინზე არ გადადიხარ და ანუ ბას ლაინზე რა ფასიანი გზებია თან აი მაგალითად ნიუ-ჯერსიდან გადახვიდე ნიუ-იორკში უნდა გადაიხადო ფული რამდენი უნდა გადაიხადო დაახლოებით $16 ღირს წასვლა-წამოსვლა რა და კიდე ერთი ვერაზანოს ხიდია ის იმის რომ მიდიხარ იქ $21 ღირს აი ნუ რა ამბავია და რატო იხდი ამდენს ეს ის არის ალბათ აქაც არის ეგ ოღონდ მან პატრა მანძილებზე ყოფილა VOD-ა ან რაღაც ისა ხო გაყოფილი არის რაღაც და იქ მიდიხარ და იქ იხდი ან რაღაც და მე გიწევს ამას ხო თუ რა ნიუ-იორკში ხა უფასო გზა არ არის რა აი მაგალითად მოკლე გზას ამბობ შენ ხო სადაც ტრაფიკი არ იქნება მაგას გულისხმობ ანუ მე ზოგადად ვამბობ აქ სუა ტრაფიკი კაცო არა ანუ ნიუ-იორკში შესასვლელი ნებისმიერი გზა არის ფასიანი მოკლედ რა ოკეი მე ვიფიქრე რომ იმას ხوار გულისხმობ თქო რომ ანუ რომელიღაცა უფრო მოკლე გზა არის და ფულს იხდა რა არა იგი არ არის ძალიან კარგია ხო არა მან და რავი ყველაფერი ფული ანუ ფული ღირს აი რავი ხო მართლა თან ეხა თუ მარტო ცხოვრობ და რაღაც უფრო რთულია რა იმიტომ რომ მანქანის დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევა და აი მან ჯანმრთელობის დაზღვევაში ან რამდენი ციხდით თქვენ ფულს ეხა მე ის მაქვს ბენეფიტი მაქვს კლინიკიდან ისი არის ჩემი $350-იანი მაგრამ დაახლოებით $300-მდე მისთვის ის კლინიკა მოკლედ
და WT-ზე ვმუშაობ. კლინიკა მის რაღაცა ფიტნესი მაქვს აღებული და ის აუზები მაქვს აღებული და საცურაო და დაახლოებით მაჭრის $100 თვეში. ოკეი, მაშინ ანუ კარგად ყოფილხარ შენ. მაგრამ იმიტომ რომ ანუ უმად ანუ მე როგორც ვიცი ის არის და ქვია ხო ეგ რა ჩვენ ამბობ რა ისო ანუ ეხლა მე ვარ მუშაობდი ხო შეიძლება უფასო დაზღვევა მქონოდა უფასო დაზღვევა ახალი ჩამოსულებიც არიან და მაგალითად აქ ხო იმას ვიცით თულის აქსეს ხო აქსები თუ არის $30,000-ზე ნაკლები ცივი შემოსავალი ანუ დაზღვევა გეკუთვნის უფასოდ რა ოკეი და რა უნდა მეთქვა და თავიდან ხა უსაბუთოებს აქვს მაგალითად დაზღვევა მან რო ჩამოდიან ყველას აქვს აი მექსიკიდანაც ხო შემოდიან თუ გაგიგია და მაგათაც კი აქვს დაზღვევა ო აი კარგია მაშინ ერთის მხრივ ხო აქ მაგალითად ანუ აქაც იხდი ხა ნუ დაზღვევაში აღონდა ეს როცა მუშაობ სამსახურიდან ანუ მიაქვს მოკლედ რა ეს რაღაც პარტა ანუ ძალიან დიდი პროცენტი არ არის მან რა ვიცი $350 და რაღაც რა ვიცი ანუ აქ კიდე როგორ არის იცი აი დაზღვევა რომ არ გქონდეს და კლინიკაში მიხვედი ხო ის კი არ არის რომ დაზღვევა არ გაქვს და კლინიკა არ მიგიზებს და რაღაცა მოგკლავენ ექიმის გარეშე და წამლის გარეშე ანუ ეგეთი რაღაც არ არსებობს მიდიხარ ჩვეულებრივად და მე მოგდის სახში ტაქსები რა ანუ რამდენი ანუ რა გაგიკეთეს თანხები ჩამოწერილი და ზოგი საერთოდ არ იხდის ზოგი მისამართი იცვლის ზოგი შეცდომით მისამართს ეუბნება სპეციალურად რა 1000 რაღაცებს ჩალიჩობენ ხო რეფიცევი ოფიჟები არიან ეგრე მოდიან მან ხო ნუ კარგია ნუ ერთის მხრივ კარგია ეგ რავი ანუ თუ თავიდან ხა უმუშევარი ხარ და არაფერი არ გაჩნია დაზღვევა მაინც უნდა გქონდეს რა მე ხა სხვა ქვეყნებში არ მიცხოვრია რა ევროპაშიც რო გითხრა რომ ხა საბერძნეთში ვარ ნამყოფი ისაც რა ვიცი როდის ვიყავი მე მგონი სკოლა დავამთავრე მაშინ ვიყავი და ანუ აქ როგორი ის არის ვიცი ანუ არ აქვს თავარია ადამიანი ხარ რა არ აქვს მნიშვნელობა ახალი ჩამოსული ხარ ძველი ჩამოსული ხარ საბუთიანი ხარ უსაბუთო ხარ მილიონერი ხარ თუ ღარიბი ხარ არსებითი მნიშვნელობა ვინ ხარ საერთოდ არ აინტერესებს ვინ ხარ თავარია ადამიანი ხარ მორჩა გულ რატო გიტყდება დავითაშვილი რო ვარ ძალიან კარგია მოკლედ ეხლა დაგტოვებ შენ და მომწერე რა ქვია ირა ინსტაგრამზე ოკეი დავადებებს გისურვებ ძალიან კაი ბიჭი ხარ რა ქვია გიორგი სასიამოვნოა მეც გიორგი ანუ ეხლა ძალიან დიდი ხნის უკან ვილაპარაკე და ანუ დავიწყებული მყავდი ეხლა ლოგიკურია ხო არა ეს ხო გაგახსენე რაც თავარია და ხო მიხდი ხო ახლა გამახსენებ ინცხარ ხო დროებით კარგად იგი აბა კარგად გიორგი კარგად აი მეგობრ ანუ იმას რატომ რა გინდა ქალბატონო მე ხა წავალ ნელ-ნელა უნდა დავიძინო მეც აი თავი კი არ უნდა მოვიკლა ხა ხვალ მუშაობით მაგრამ მუშაობ ხვალ და რაღაც თან დღეს გავიღვიძებ 10 საათზე რო გავიღვიძე მე მქონდა საქმეები და ანუ გუშინ არ მეძინასავით ბევრი მაგრამ მე ზოგადად ბევრი არ მძინავს ანუ ამ კოვიდის შემდეგ მაწყობს უძილობა ეხლა რო გამოვრთავ ვუყურებ adolescence ერთი სერიალი არის და მაგას ვუყურებ და ეგ უნდა დავამთავრო ბოლომდე და ალბათ დავიძინებ ესე 7-ისკენ იქამდე მიღვიძავს ხოლმე თუ ძალიან არ წამიღო რა კი მომწქნა არის მაგრამ თვითონ ეგ იმიტომ რომ მეძინა და მაგე მომწქნა არის
მოკლედ დროებით ხალხინა ანუ და გარით ახლა ბაი ჩუს კიდე შემოვალ ხვალ არ შემოვალ ხო არის ეს ის მოიწევს კი არა იმის